ავღანეთში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაკრძალვის ღია ცერემონია. პირველად 4 წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტრო მედიას ხელი არ შეუშალა ჯარისკაცის დაკრძალვის გადაღებაში. მინდია აბაშიძე მშობლიურ სოფელში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. ავღანეთში მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში დღეს 1700 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ კი პროცენტულად ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ყველა საინტერესებს რა გეგმები აქვს ახალ ხელისუფლებას ავღანეთში ქართული მისიის მომავალთან დაკავშირებით. საქართველოს შეიარაღებული ძალების 23 წლის კაპრალი მინდია აბაშიძე მშობლიურ სოფელში სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაკრძალეს. მესამე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის კაპრალი ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. მინდია აბაშიძე სამშობლოში კვირას გამთენიისას ჩამოასვენეს. კაპრალი აბაშიძე არის გმირი, ის იცავდა მთელი მსოფლიოს და ჩვენს ქართველების ღირსებას ავღანეთში ანტიტერორისტულ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი ოჯახისთვის. მიუსამძიმრებთ ჩვენს ყველანი მის ოჯახს, პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში დაკრძალვის ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და მისი მეუღლეც დაესწრნენ. ძალიან სამწუხარო ამბავია უსამძიმრებ მინდია აბაშიძის ოჯახს, რასაც ისაკეთებდა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. ის ცდილობდა უკეთესობისკენ შეეცვალა ავღანელი ხალხის ცხოვრება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში 2009 წლიდან მონაწილეობს. ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში დღეს 1700-მდე ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. შეკითხვაზე როდემდე დარჩებიან ქართველი სამხედროები ავღანეთში, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ასე პასუხობს. თქვენ იცით, რომ 2014 წლისთვის იწყება და იგეგმება პრაქტიკულად გამოსვლა საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან. სწორედ მას მერე ჩვენ დავიწყებთ უკვე ზრუნვას ჩვენი ბიჭების სამშობლოში დაბრუნებაზე. კაპრალი მინდია აბაშიძე უკვე მე-18 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც აისაფის ოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა. ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვა მხედრული პატივით, თუმცა მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დახურულად ხდებოდა. 23 ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური დღეს მშობლიურ სოფელში მხედრული პატივით მედიისთვის ღიად დაკრძალეს.